დღესაც რა თქმა უნდა ტრადიციულად შეგვალთ ცვლილობას. გუშინდელზე ცოტა ნაკლებს მივიდით. ამიტომ არ შეგეშინდეთ. გუშინ ძალიან ძელი მარშრუტი ჰქონდა, მაგრამ საკმაოდ ეფექტური დამეთანხმებით. ამიტომ დღევანდელი ცვლილება გადავწყვიტეთ, რომ თემატურად საქართველოს ამერიკის ურთიერთობებსაც მიუძღვნათ, სხვა საკითხებთან. ჩვენ ხშირად საქართველოს და ევროკავშირის დროშები გვაქვს და რა თქმა უნდა მთავარი საკითხი არის ევროინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის, მაგრამ უფრო ფართობით სახით ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ამ კუთხით ჩვენი უახლოესი ისტორიის განმავლობაში ჩვენი უმთავრესი საერთაშორისო პარტნიორი იყო ამერიკის შეერთებული შტატები, რომლის ხარდაჭერითაც ფაქტობრივად საქართველოს შეძლო და იარსება 90 წელს და ძალიან დიდი რესურსები იყო ჩადებული მათ შორის სხვადასხვა ინსტიტუტების განვითარებისთვის, რომლის გრევად დაწყებულია ამ რეჟიმს. ამიტომ გვინდოდა ეგ საკითხი და ეს თემა დღეს გამოგვიყვება, რა თქმა უნდა ტრადიციული სრულობა გვექნება, მაგრამ დამატებითი შინაარსით რო მივცეთ, იმიტომ რომ თქვენი თვით ამერიკის შეერთებულ შტატებში მეგობარია თვითონ დაინტერესებული, რომელიც ჯერ კიდევ სამწუხაროდ ვერ გავიდა ის წერტილზე, რაც ყველასთვის სასურველი იქნებოდა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ყოველთვის იყოს ჩვენი პარტნიორების დღის რიგში, ყოველთვის ვახსენებდეთ თავს, იმიტომ რომ სხვაგვარად საერთაშორისო დონეზე არ გამოდის რაღაცა საქართველოს ინტერესების გატარება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საკითხია გლობალურად პრობლემური, რომლის გარშემოც თუნდაც ეხლა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია დღეს არის კონცენტრირებული და ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენსკენაც იყოს მათი ყურადღება, როგორც ევროკავშირის ხარდაჭერა, ისე ამერიკის ხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი საქართველოს შემდგომი განვითარებისთვის, სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის. ამიტომ სხვა საკითხებთან ერთად ამ შინაარსებს დავადოთ დღევანდელი ცდილობის დროს. ჩვენ გვექნება ერთი პატარა ბანერი, მე რაღაც ლოკაციაზე რომ მივალთ იქ გავშლით დროშებს, საქართველოს და ამერიკის დროშებს, გვექნება გარკვეული სიტყვის გამოსვლები, რამოდენიმე ადამიანი ამ თემასთან დაკავშირებით და მე ტრადიციულად კიდევ ვიმოძრავებ რამოდენიმე ქუჩაზე, რომელსაც როგორც იცით წინასწარ ავიღეთ. ამიტომ ცოტა ხანში დაახლოებით 5 წუთში დავიწყებ ცდილობას და გეტყვით გამიმართულებისას. Ну, молчи, сигареты.